ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენ ლექციის თემას შეადგენს გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა ეკონომიკაში განხორციელებული ერთ-ერთი მსხვილი ეკონომიკური პროექტი, რომელიც ცნობილია ინდუსტრიალიზაციის სახელწოდებით. მართლაც და ეს არის არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, თავისი მასშტაბით, თავისი შინაარსით, თავისი დრამატიზმით, რომელიც ამგვარად დამახასიათებელი იყო ნებისმიერი ეკონომიკური პოლიტიკის ქმედებისთვის იმ ხანად საბჭოთა კავშირში და უდაოდ გვიქმნის იგი წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ რა წარმოადგენდა იმ ხანად ქვეყნის განვითარების მთავარ საფუძველს. თავად იდეა ინდუსტრიალიზაციის განვითარებისა ბუნებრივია წარმოიქმნა იმ საჭიროებიდან, რომელიც იმ ხანად გააჩნდა საბჭოთა სახელმწიფოს. კერძოდ ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხით დამოკიდებულება დასავლურ ტექნოლოგიებზე, მანქანადანადგარებზე და საერთოდ სამრეწველო საქონელზე. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება გათვალისწინებით იმ ხანად არსებული პოლიტიკური ვითარებისა და კონიუნქტურისა ქვეყანას სერიოზულ საფრთხეს და რისკების, ასე ვთქვათ, პირისპირ ტოვებდა. ამგვარად საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ელიტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკვე 20-იანი წლებიდან დაწყებულიყო ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება და ჩვენ დღეს შევძლებთ ზოგადად გავეცნოთ იმ სპეციფიკას, თუ როგორ ხორციელდებოდა აღნიშნული კამპანია, რა იყო მისი ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორები, რა იყო მიზანი, როგორი პროგრამა იყო და საბოლოო ჯამში რა შედეგები დასრულდა ყოველივე ეს. ანუ პრაქტიკულად აი ამ კამპანიის ძირითადი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყანა საბჭოთა სახელმწიფო გადაქცეულიყო აგრარულ სახელმწიფოდან სამრეწველო საზოგადოებად ჩამოყალიბებულიყო. შესაბამისად, შედგენილი იქნა ის ძირითადი პროგრამა, რომელიც მოგვიანებით უკვე გაწერილი იყო ხუთწლედების პროგრამებში, ეს იყო 2 ხუთწლედის მანძილზე განსახორციელებელი პროგრამა და საბოლოო ჯამში მას უნდა მოეტანა, ასე ვთქვათ, სამრეწველო დამოკიდებულების მოხსნა დასავლეთ საზოგადოებისადმი. სლაიდზე წარმოდგენილი გვაქვს ის ძირითადი შესასრულებელი ამოცანები, რომელიც იმ ხანად გათვალისწინებული იყო, ჩამოყალიბებული იქნა ამ სპეციალური ინდუსტრიალიზაციის პროგრამის შედეგად. იგი გულისხმობდა ფაქტიურად რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შედეგად გადარჩენილი მოძველებული ფაბრიკა-ქარხნების გადაიარაღებას, ქვეყნის ეკონომიკაში პრაქტიკულად ახალი სამრეწველო დარგების შექმნას, მეტალურგიული მანქანათმშენებლობის, ჩამხშენებელი საავტომობილო, ქიმიური სექტორების განვითარებას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ენერგეტიკის და მათ შორის ჰიდროენერგეტიკის განსავითარებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურისათვის, მოტორების და სხვადასხვა საჭირო დანადგარების წარმოების აწყობას, თავად ლითონის წარმოებას, ქვანახშირის მოპოვების დას და საბოლოო ჯამში ძლიერი სამხედრო ეკონომიკისათვის და სისტემისათვის საფუძვლის შექმნას. ასევე ინდუსტრიალიზაციის განხორციელების საფუძველზე იგეგმებოდა
წვრილი გლეხური მეურნეობების საქმიანობის გაძლიერება, გამსხვილება და მათი გაერთიანება კოლექტიურ, ასე ვთქვათ, ერთიან კოლექტიურ წარმოებაში. რაც საბოლოო ჯამში გაზდიდა საზღვაო-სამეურნეო საქმიანობის მასშტაბებს და ეფექტს სოფლად. აღსანიშნავია, რომ იმთავითვე ბოლშევიკურ ელიტაში ჩამოყალიბდა განსხვავებული შეხედულებები იმის თაობაზე, თუ რეალიზაციის რა გზებით უნდა ყოფილიყო მიღწეული აი ეს გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი პროგრამა. ანუ როგორი იყო მისასვლელი გზები აი მიზნამდე, რომელსაც სახავდა ინდუსტრიალიზაციის შედეგად საქართველოში საბჭოთა კავშირში სამრეწველო სფეროს გაძლიერება, მისი საფუძვლების ჩამოყალიბება და პრაქტიკულად ძლიერი სამრეწველო ბაზის წარმოქმნა ახალი დარგების შექმნით. თავად პოლიტიკურ ელიტაში დაახლოებით 3 ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, ისინი შინაარსით ასე ვთქვათ, განსხვავებულ ტაქტიკის მატარებლები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ თავად პოლიტიკურ ელიტაში არ იყო არავითარი წინააღმდეგობები და განსხვავებული მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ინდუსტრიალიზაცია და სამრეწველო განვითარება მიმდინარე ეტაპზე წარმოადგენდა აუცილებელ ნაბიჯს და რომ საჭირო იყო რაც შეიძლება სწრაფად დაწყებულიყო ეს კომპანია. ანუ პრაქტიკულად ჩამოყალიბებული იქნა რამდენიმე ძირითადი შეხედულება, ერთ-ერთის თანახმად ინდუსტრიალიზაციის გეგმა პრაქტიკულად ატარებდა ეგრეთ წოდებული ზეინდუსტრიალიზაციის პროექტის ხასიათს, რაც გულისხმობდა ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა რესურსის დაქვემდებარებას და მაქსიმალურ მობილიზაციას ამ ზეინდუსტრიალიზაციის განსახორციელებლად. ანუ პრაქტიკულად მთლიანი შრომითი რესურსები, ეგრეთ წოდებული შრომითი არმიების სახით უნდა ჩამოყალიბებულიყო და მიმართულიყო ინდუსტრიალიზაციის კამპანიის მომსახურებისათვის. ლევ ტროცკი იყო აი ამ მოსაზრების ერთ-ერთი ძირითადი ავტორი და მომხრე და შესაბამისად იგი უფრო შორს მიდიოდა აი ამ კომპანიის ორგანიზებასთან დაკავშირებულ გეგმების ფორმირებაში. კერძოდ მისი მოსაზრებით უნდა პრაქტიკულად შემოღებულიყო სამრეწველო საწარმოებში მკაცრი სამხედრო ხასიათის დისციპლინა და ფაქტიურად აგრეთვე მთლიანი საფინანსო რესურსი ძირითადად უნდა მიმართულიყო აი ამ კომპანიისთვის, რაც ბუნებრივია გულისხმობდა საზოგადოებრივ სხვა სფეროების ან სხვა ინტერესის საზიანოთ აი ამ კამპანიისათვის მაქსიმალურ საფინანსო რესურსის მობილიზებას. ანუ საბოლოო ჯამში პრაქტიკულად ეს გახლდათ სამხედრო სამხედრო ინდუსტრიალიზაციის ხასიათის კომპანია, რომელიც სხვა არაფერი იყო თუ არა ყაზარმული ინდუსტრიალიზაციის პროექტი. მეორე შეხედულება, რომელიც ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ელიტაში, ეს იყო ბუხარინის ჯგუფის იდეა, რომელიც გულისხმობდა უფრო ბუნებრივ საფუძვლებზე აი ამ პროცესის გადაყვანას, კერძოდ არავითარი
ძალადობრივი ზემოქმედება ამ პროცესზე, არავითარი ზემოქმედება და ძალისმიერი მეთოდებით ურთიერთობა კერძო მესაკუთრეთა იმ ფენასთან, რომელიც არსებობდა იმ პერიოდში ნეპის ასე ვთქვათ პოლიტიკური ეკონომიკური ღონისძიებიდან გამომდინარე და პირიქით ყველა მცდელობას იმისათვის, რათა ეს ფენა დაინტერესებული ყოფილიყო თავიანთი კაპიტალის ინვესტირება მოეხდინა აი ამ მეგაპროექტში, ბუნებრივია საბაზრო მექანიზმების გამოყენების საფუძველზე. ასევე ბუხარინის ფრთა არ აღიარებდა მრეწველობის პოლიტიკის უპირატესობას ეკონომიკის სხვა დარგებთან მიმართებით. ანუ ფაქტიურად აქ საუბარი იყო თავად მრეწველობაში მსუბუქი და მძიმე მრეწველობების ასე ვთქვათ თანაბარ წლოვანი განვითარებისა და მრეწველობის გარეთ იგივე სოფლის მეურნეობის დაკნინების არავითარ შემთხვევაში არ დაშვებისა. აგრეთვე იყო მოსაზრება მის მხრიდან იმის თაობაზე, რომ იმ ფართო საექსპორტო აქტივობის შედეგად, რომელსაც იმ ხანებში საბჭოთა სახელმწიფო ახორციელებდა და ეს იყო პრაქტიკულად ნებისმიერი ნედლეულის თუ საქონლის დაქვემდებარება საექსპორტო პრიორიტეტისადმი, ოღონდ რაიმე გაყიდულიყო დასავლეთის ქვეყნებში და სავალუტო რესურსი მობილიზებულიყო აბსოლუტურად ყველაფერს მიმართავდნენ აი ამ საექსპორტო ასე ვთქვათ საქმიანობაში და ბუხარინმა წამოაყენა იდეა, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს მოცულობები გაზრდილი იქნებოდა, რა თქმა უნდა, მთელი რესურსი მოხმარებოდა უკვე იმ აუცილებელი ტექნოლოგიის და ტექნიკის შეძენას, რაც იმხანად ქვეყანას ჭირდებოდა. ასევე ბუნებრივი არსებობდა კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც გარკვეული ძლიერი ჯგუფი იმხანად ბოლშევიკურ პოლიტიკურ ელიტაში უჭერდა მხარს სტალინის ლიდერობით და ეს იდეა გაჟღერებული იქნა საკავშირო კომპარტიის ყრილობაზე 25 წლის დეკემბერში. კერძოდ ეს იყო ერთგვარი შუალედური პოზიცია, რომელიც გარკვეულ კონსენსუსის საფუძველზე იქნა, ასე ვთქვათ, მოაზრებული ამ ორ უკიდურეს შეხედულებას შორის და ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი აი ამ ასე ვთქვათ კონცეფციის გახდათ ის, რომ ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო მძიმე მრეწველობაზე და განსაკუთრებით მანქანათმშენებლობის და ჩარხშენებლობის დარგებზე. სწორედ აი ამ დარგების განვითარება აი ამ ჯგუფის ღრმა რწმენით შეუწყობდა ხელს სოციალისტური ეკონომიკის და სამრეწველო სოლიდური, სტაბილური სამრეწველო საფუძვლის მქონე ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება. როგორც მოგახსენეთ, ეს იდეა გაჟღერებული იქნა 25 წელს და უკვე მოგვიანებით სტალინმა განახორციელა ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, მანევრით უზრუნველყო ეს პოზიცია და ეს მთლიანად ეს ღონისძიება. კერძოდ გამოცხადებული იქნა, რომ სოციალიზმის, ასე ვთქვათ, განვითარება გაშლახდება მთელ ფრონტზე და ძირითადი ყურადღება დაეთმობა აი ამ მძიმე მრეწველობის დარგების განვითარებას. რაზეც პრაქტიკულად შემდგომი ყოფნა არ ყოფნის საკითხი მთელი არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ მთელი საბჭოთა სახელმწიფოსი
იყო დამოკიდებული. ეს იყო რამდენიმე ძირითადი დარგი, ეს იყო მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, სათბობ ენერგეტიკა და ასე შემდეგ. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ მწვანე ნიშანი მიეცა აი ამ სწორედ ამ მესამე მოსაზრებას, რომელიც ერთგვაროვან შუალედურ ასე ვთქვათ შეხედულებას წარმოადგენდა ორ უკიდურეს ჯგუფების მოსაზრებებს შორის და რაც მთავარია, ძირითად აქცენტს აკეთებდა მძიმე მრეწველობაზე, განსაკუთრებული ფოკუსი იყო სათბობ ენერგეტიკაზე და ასე ვთქვათ მძიმე მრეწველობის სხვა დარგებზე. ერთ-ერთი მაგალითია ახლა ჩვენ სლაიდზე გვაქვს წარმოდგენილი იმ პროექტის სახით, რომელიც დაიწყო 20-იან წლებში საბჭოთა კავშირში ეგრეთ წოდებული გოელროს პროექტი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია შეიძლება ითქვას საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ განვითარების ისტორიაში. ეს იყო ფაქტიურად გეგმა მთელი ქვეყნის ტერიტორიის ელექტრიფიკაციისა, რასაც მოგვიანებით ლენინმა მიაბა პოლიტიკური დევიზი მის თაობაზე, რომ პრაქტიკულად სოციალიზმის ბედიღბალი დამოკიდებულია აი ამ ელექტრიფიკაციაზე და გოელროს გეგმის განვითარებაზე. ეს გეგმა დამტკიცდა და გამოცხადებული იქნა მერვე ყრილობაზე, ხოლო რუსეთის აღმოსავლური საბჭოების მერვე ყრილობაზე, ხოლო მოგვიანებით უკვე 1 წლის შემდგომ იგი საკავშირო ყრილობამ დაამტკიცა. აი ახლა სლაიდზე წარმოდგენილია ასე ვთქვათ ჩანახატი იმის თაობაზე, თუ როგორ მიდიოდა გოელროს კონცეპტუალიზაცია და მისი დაგეგმვა. თავისთავად გოელრო წარმოადგენდა ძალიან ასე ვთქვათ ინტენსიურ ელექტროქსელით გადაფარვის პრაქტიკულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა 30 უმსხვილესი ელექტროსადგურის აშენებას აი ამ პერიოდში, რომელთაგან ნაწილი იქნებოდა ჰიდრო რესურსებზე, ხოლო ნაწილი კი საწვავზე ნახშირის ასე ვთქვათ ნედლეულზე. უნდა ითქვას, რომ თავად გოელროს გეგმის განხორციელების საფუძველზე საბოლოო ჯამში უკვე დაახლოებით 22-23 წლებში გამომუშავება ელექტრორესურსის, ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზარდა და მიაღწია მან დაახლოებით 14 მილიარდი კილოვატ-საათის მაჩვენებელს. ახლა ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს რუკაზე დაახლოებით ის ქსელი, რომელიც ფარავდა საბჭოეთის მთელ ტერიტორიას. როგორც ხედავთ, ეს ძირითად სამდინარო ქსელზეა აგებული, განსაკუთრებული ასე ვთქვათ ინტენსივობით იქ უფრო დასავლეთის და ურალის და ვოლგისპირეთის რეგიონებში იქნა აშენებული, ხოლო ნაწილობრივ ეს იყო დასავლეთი და აღმოსავლეთი ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი. ერთ-ერთი ასე ვთქვათ ძირითადი პროექტი, ფლაგმანური პროექტი, როგორც იმ წლებში უწოდებდნენ მას, გოელროს დიდი გეგმისა ეს გახლდათ მდინარე დნეპრზე აშენებული ჰიდრო ელექტროსადგური, რომელიც იმხანად ევროპაში იყო უდიდესი და პრაქტიკულად გოელროს გეგმაში ეს იყო ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ობიექტი. ინდუსტრიალიზაციის აი ამ ფართო პროექტის საფუძველზე ფაქტიურად თანდათანობით 2-5 წლების მანძილზე საბჭოთა კავშირის ტერიტორია გადაიფარა მრეწველობის ობიექტებით. წარმოდგენილი გვაქვს ურალის მეტალურგიული კომბინატების სისტემა,
უნდა ითქვას, რომ თავად დაგეგმვის პროცესში დაშვებული იქნა რიგი სერიოზული შეცდომებისა, კერძოდ იმ თვალსაზრისით, რომ გადაჭარბებულად იქნა შეფასებული ის შესაძლებლობები, რომელიც საბჭოთა საზოგადოებას გააჩნდა მაშინ მიუხედავად იმ ღია თუ ფარული რესურსებისა, ტერორის რესურსებისა, რის საფუძველზეც ახდენდნენ მაქსიმალური ძალების და იაფი მუშახელის მაქსიმალურად მობილიზებას, მიუხედავად ამისა მოხდა შეცდომა არასწორი გათვლები და საბოლოო ჯამში პირველ 5 წლებში ინდუსტრიალიზაციის გეგმას გარკვეული საფრთხე შეექმნა. ყოველივე ამან ბუნებრივია საბჭოთა პოლიტიკური ელიტა, მმართველი ელიტა, რომელიც შეჩვეული იყო ძალადობრივი ინსტრუმენტების გამოყენებას ეკონომიკურ პროექტებში და არა მარტო ეკონომიკური ხასიათის პროექტებში, კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, მობილიზებული გახადა და მიდრეკილი ამ ძალადობრივი ქმედებებისაკენ, რასაც უკვე თანდათანობით მოყვა ბუნებრივი ნეგატიური შედეგები საზოგადოებრივი განვითარების თვალსაზრისით, ამდენად ინდუსტრიალიზაციის განვითარების და შესრულების ფონი იყო ძალიან მძიმე. დაახლოებით წელიწად ნახევარში, ერთ წელიწადში დაახლოებით ფაქტიურად ამოიწურა ის რესურსი, რომელიც არსებობდა ნეპის ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების შედეგად. გარდა ამისა, როგორც ვიცით, კოლექტივიზაციის კამპანიიდან ფაქტიურად მიდიოდა სრული განკულაკება სოფლად და აი ამ ჩამორთმეული რესურსის მიმართვა სამრეწველო განვითარებისათვის და აი ამ ქმედებებმა ბუნებრივია ძალიან ნეგატიური ფონი შვა თავისთავად. დაძაბულობა უმაღლეს წერტილს აღწევდა და თავისთავად უკვე ნებისმიერი სახის ენთუზიაზმი, დაინტერესება და კეთილგანწყობა საზოგადოების მხრიდან თანდათან მინაულდა. შედეგად იშვა ნეგატიური ეკონომიკური ხასიათის პროცესები, ინფლაციური ტენდენციები გაძლიერდა, თავისთავად სოფლად გლეხობის დაბეგვრის თანდათან გაძლიერება ეს არავითარ შემთხვევაში არ უწყობდა ხელს აი ამ კომპანიას და მთლიანობაში ამ მძიმე სოციალურ ფონს და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მძაფრი და ასე ვთქვათ დაძაბული და სახიფათო ვითარება, რომელიც შეიქმნა და დაემუქრა აი ამ მსხვილ პროექტს. შემოღებული იქნა საბარათე სისტემა, რომელთაც პრაქტიკულად გაიცემოდა პური, ხორცი და სხვა პროდუქტები. პური და ნებისმიერი სახის მარცვლეული, როგორც ვიცით, ძირითადად მიმართული იყო იქითკენ, რომ ექსპორტზე გატანილიყო და სავალუტო შემოსავლები მოეტანა, რის საფუძველზეც ეს მკვეთრი დამოკიდებულება ტექნოლოგიებზე გარკვეულწილად მსუბუქდებოდა. აქედან გამომდინარე, სასურსათო პოლიტიკა იყო თავის, ასე ვთქვათ, დაძაბულობის კულმინაციის წერტილზე. შესაბამისად, როგორც ეს იმხანად პოლიტიკურ ელიტას და განსაკუთრებით მის ლიდერს იოსებ სტალინს ჩვეოდა, მან 28 წელს გააკეთა პლენუმზე სპეციალური განცხადება, რომელითაც ასე ვთქვათ, მწვანე შუქი აუნთო კიდევ ერთხელ რეპრესიების ელემენტს, კერძოდ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის, კლასობრივი ბრძოლის, კაპიტალისტური ელემენტების და მათი აგენტურის შეღწევის, საბჭოთა ეკონომიკაში შეღწევის მოხსენება გაუკეთა პლენუმს და დაიწყო
ეგრეთ წოდებული ბრძოლა მავნებლების წინააღმდეგ, ვითომც საბოტაჟის ბრალდებით, რომელსაც ისინი უწყობდნენ ინდუსტრიალიზაციის და სამრეწველო განვითარების პოლიტიკას. პრაქტიკულად ამ მომენტში შემოღებული იქნა ისეთი დრაკონული წესები, რომ საწარმო გეგმების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელი იყო გულაგის სისტემაში მოხვედრა, გასამართლება და მისჯა და გადასახლება გრძელვადიანი პერიოდით აღმოსავლეთის აუთვისებელ ტერიტორიებზე, შრომით ბანაკებში თუ სპეციალურ ბანაკებში თუ კოლონიებში. ამგვარად ამას მოყვა ბუნებრივი რეაქცია, მოქნილი და შედარებით ასე ვთქვათ ეშმაკი რეაქცია იმ ხანად საზოგადოების მხრიდან, ვინც ამ საწარმო პოლიტიკაში და მენეჯმენტში იყო ჩაბმული, კერძოდ დაიწყო მასიური გაბერვა სტატისტიკური მონაცემების იმისათვის, რათა ელემენტარულად თავი აერედებინათ ადამიანებს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის და იმ არაადამიანურ პირობებში მოხვედრისათვის, რაც მათ ელოდათ გულაგის სისტემაში. ორიდო სიტყვით მიმოვიხილოთ ჩვენ თავად ინდუსტრიალიზაციის მეგაპროექტის ძირითადი, ასე ვთქვათ, ორგანიზაციული საყრდენი ელემენტები, ეს გახლდათ უპირველეს ყოვლისა დაფინანსების მექანიზმი, როგორ ფინანსდებოდა ეს მსხვილი პროექტი, საიდან ხდებოდა ამ რესურსების მობილიზება. თავისთავად უნდა ითქვას, რომ აი ამ პროექტი იყო კაპიტალტევადი და ბუნებრივია იგი მუდმივ ქრონიკულ საფინანსო დეფიციტის პირობებში მიმდინარეობდა. ასევე აღსანიშნავია, რომ 20-იანი წლების ბოლოს საბჭოთა სახელმწიფომ პრაქტიკულად აკრძალა საბანკო სისტემაში კერძო კომერციული კრედიტის ინსტრუმენტით ოპერირება და მთლიანი სისტემა უკვე სახბანკის, ეგრეთ წოდებული გოსბანკის სისტემაზე გადავიდა. რაც ფაქტიურად ემისიის ფართო შესაძლებლობებს აძლევდა ბუნებრივია სახელმწიფოს მონეტარული პოლიტიკა სრულად იყო კონსოლიდირებული მთავრობის ხელში და შეიძლება ითქვას, რომ ემისიის ხშირ შემთხვევაში უკონტროლო განხორციელებით ისეთი მნიშვნელოვანი ბიძგი მიეცა ინფლაციურ პროცესებს საბჭოთა ეკონომიკაში. გარდა ამისა, არსებობდა რამოდენიმე სხვა წყარო, რითაც ეს მსხვილი პროექტი ფინანსდებოდა. პირველ ყოვლისა, როგორც მოგახსენეთ, ეს იყო ეგრეთ წოდებული რეპრესიული მექანიზმები, ეს იყო გლეხებისათვის სოფლად კერძო მეურნეობის, გლეხური მეურნეობისათვის გადასახადების ზრდა, ეს იყო ექსპროპრიაციები, რომელიც ხორციელდებოდა ქონებასთან მიმართებით სოფლად და ეს ჩამორთმეული პურის მარცვალი სახელმწიფოს მიერ მოწეულ მარცვალთან ერთად ექსპორტზე გადიოდა. სახელმწიფომ განახორციელა ასევე წარმატებული სასესხო პროექტები, ეს ხო ორი პროექტი 1927 წელს, მეორე მოგვიანებით უკვე მეორე 5 წლებში 35 წელს, სადაც პირველ შემთხვევაში 1 მილიარდი მანეთის ვალდებულებების გამოშვება შეძლო, მეორე შემთხვევაში კი 7 მილიარდ მანეთს მოუყარა თავი. ბუნებრივია აი ამ ასე ვთქვათ ფინანსური რესურსების უკონტროლო ემისიის შედეგად ერთმხრივ ინფლაციური პროცესები მნიშვნელოვნად აზიანებდნენ საზოგადოებრივ კეთილდღეობას, მოქალაქეთა
ისედაც მწირი ცხოვრების სტანდარტს აუარესებდნენ, თუმცა ბუნებრივია იმხანად საბჭოთა სახელმწიფოში ეს ნაკლებად წარმოადგენდა თავსატკივარს პოლიტიკური ელიტისთვის და ეს პოლიტიკაში პრიორიტეტად არ იყო, ასე ვთქვათ, აღიარებული. ერთ-ერთი ძირითადი წყარო, როგორც ხედავთ, ასევე გახდათ ალკოჰოლური სასმელების მონოპოლიზაციის შედეგად მიღებული ამონაგების რეინვესტირება ინდუსტრიალიზაციის გეგმაში და ეს იყო ძალიან საკმაოდ მსხვილი თანხა, როგორც მოგეხსენებათ, ალკოჰოლის გამოყენება რუსეთში განსაკუთრებით ეს საკმაოდ ინტენსიური ხასიათის მატარებელი საზოგადოებრივი ქცევა და აი ამგვარ ესე ვთქვათ მონოპოლია სახელმწიფოს მხრიდან ამ საქმიანობაზე სერიოზული საფინანსო შემოსავლის მოტანა შეეძლო. როგორი იყო შედეგები ინდუსტრიალიზაციის, რა შეგვიძლია ვთქვათ აი ამ ფართო კომპანიის, განხორციელებული კომპანიის შედეგად მიღებულ პირველ შედეგებზე. ნუ პირველის ყოვლისა ჩვენ ინდუსტრიალიზაციის კამპანია უნდა გავყოთ ორ ხუთწლედად. ხუთწლედების მიხედვით კვადრატ იყო გაწერილი გეგმები თუ რა მაჩვენებლებზე უნდა გასულიყო სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ ამ ინდუსტრიალიზაციის გეგმის მიხედვით ის ორი ძირითადი ეტაპი იყო. ერთი იყო ეგრეთ წოდებული საწყისი ეტაპი, როდესაც იქმნებოდა ინფრასტრუქტურა და ხდებოდა ძველი სამრეწველო ინფრასტრუქტურის მოდიფიკაცია, ხოლო მეორე ეტაპი უკვე გულისხმობდა თავისთავად განვითარებას და სამრეწველო საქონლის მოცულობების ზრდას. როგორც აღინიშნა, გამომდინარე მრავალი სირთულიდან და იმ შეცდომებიდან, რაც რეპრესიული მეთოდების და გაძლიერებული მკაცრი ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებით იქნა დაშვებული პირველ ხუთწლედში. პირველ ხუთწლედს შედეგებს დაემუქრა საფრთხე, თუმცა სტალინმა გამოაცხადა, რომ ხუთწლედის შედეგები გეგმა შესრულებული იყო ვადამდე ადრე, კერძოდ 4 წელიწადსა და 3 თვეში და ის ადამიანები, ვისაც ეჭვი ეპარებოდა თამაში, გახდნენ საზოგადოებრივი მტრები, კლასობრივი მტრების აგენტები და საერთოდ სოციალიზმის მოწინააღმდეგენი. აი ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ის მაჩვენებლები, რომელიც ზოგიერთი რუსული წყაროს მიხედვით გადმოგცემენ ხუთწლედის ასე ვთქვათ შედეგებს ზოგიერთ მრეწველობის ზოგიერთ დარგში. კერძოდ თუჯის ჩამოსხმა გეგმიური 10 მილიონი ტონის ნაცვლად ეს იყო 6 მილიონი ტონა. ტრაქტორების გამოშვება 55-ის ნაცვლად 59000, ავტომობილების დაახლოებით 1/4 იქნა გამოშვებული და ნუ კომბაინები საწყის გეგმაში არ იყო და შესაბამისად ფაქტიური მაჩვენებელი გახდათ 40000 ერთეული. მოგვიანებით სტალინმა უკვე შეიმუშავა ეგრეთ წოდებული პასუხად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეულ ფენაში არსებობდა ეჭვი მის თაობაზე თუ რამდენად წარმატებული გახლდათ პირველი ხუთწლედის შედეგები. მით უმეტეს, რომ როგორც ვიცით, ამ პერიოდს დაემთხვა ფაქტიურად ყველაზე ტრაგიკული მოვლენები საბჭოთა სახელმწიფოს ისტორიაში. ეს იყო შიმშილობები, ეს იყო სოფლად ასე ვთქვათ კოლექტივიზაციის პროცესის
დაწყება, რომელიც თავის მხრივ იყო მიბმული ინდუსტრიალიზაციაზე და კოლექტივიზაციის მიზანს შეადგენდა რესურსული უზრუნველყოფა ინდუსტრიალიზაციის როგორც ნედლეულით, ასევე ადამიანებით და ასე შემდეგ. სწორედ ამ პერიოდში გახდათ, ასე ვთქვათ, კატაკლიზმები ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი საბჭოთა სახელმწიფოს ისტორიის არსებობის მანძილზე. და ამდენად გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ხუწლედის გეგმები ვერ შესრულებულიყო. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, სტალინმა ადრევე გამოაცხადა კერძოდ 4 წელიწადსა და 3 თვეში უპატაკა პარტიას და საზოგადოებას შესრულება მაჩვენებლებისა და მოგვიანებით მოახდინა კორექტირება. ეს იყო რაღაც ფანტასტიკური მაჩვენებლები, რომელიც მან კორექციის შედეგად გამოიყვანა. ანუ ფაქტიურად თუჯის ჩამოსმა დაახლოებით 17 მილიონ ტონაზე, ტრაქტორი 55,000-დან 170,000, ავტომობილი 200,000 და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ ამგვარ მაჩვენებლებს შესრულება არ ეწერა და ფაქტიურად პირველი ხუწლედი საკმაო პრობლემების ფონზე წარიმართა. მეორე ხუწლედში აღსანიშნავია, რომ შედარებით ფრთხილი მიდგომა გამოიჩინა პოლიტიკურმა ელიტამ პირველ ყოვლისა დაგეგმვის ფაზაზე, იმისათვის, რათა გეგმები ყოფილიყო შედარებით რეალისტური და დაკავშირებოდა იმ რესურსულ ბაზას, რომელიც საბჭოთა კავშირს გააჩნდა ნედლეულის ინფრასტრუქტურის თუ ადამიანების და მათი კვალიფიკაციის სახით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მეორე ხუწლედი იყო მნიშვნელოვნად წარმატებული, სწორედ ამ პერიოდში მოხდა უმსხვილესი მსოფლიო მასშტაბის სამრეწველო გიგანტების აგება, კერძოდ აქ მაგალითი გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი ურალის მანქანათმშენებელი ქარხანა, ჩელებინსკის სატრანსპორტო ქარხანა, მეტალურგიული კომბინატი ნოვოტულსკის და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ინდუსტრიალიზაციის კამპანიის შედეგად უდაოდ ქვეყანამ გაიუმჯობესა თავისი მაჩვენებლები და რიგი დარგების მიხედვით და ამის მაგალითი გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი მონაცემების სახით წინამდებარე სლაიდზე. კერძოდ 28 წელში ელექტროენერგიის გამოშვების მაჩვენებელი და მოგვიანებით უკვე 40 წელს აქ წარმოდგენილია 5 ლიდერი სახელმწიფო. შესაბამისად, როგორც ხედავთ, უკვე ელექტროენერგიის და წარმოების და ფოლადის ჩამოსხმის პარამეტრებით შედეგებით საბჭოთა სახელმწიფო უკვე 1940 წელს გავიდა მეორე ადგილზე, ჩამორჩებოდა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ანუ პრაქტიკულად გერმანიის ინდუსტრიულ მანქანას გაასწრო და აგრეთვე ინგლისის და საფრანგეთის ეკონომიკურ სისტემებს. უნდა ითქვას, რომ ინდუსტრიალიზაციის პროექტის განხორციელების მანძილზე აბსოლუტურად ყველა რესურსი იქნა მიმართული აი ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად. კერძოდ სამთავრობო სისტემის მოდიფიკაციაც კი მოხდა იმ თვალსაზრისით, რომ შეიქმნა სპეციალური სახალხო კომისარიატები, რომლებიც დარგობრივ ჭრილში ფაქტიურად ხელმძღვანელობდნენ და აღმასრულებელ პოლიტიკას ანხორციელებდნენ აი ამ როგორც ამ პოლიტიკის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის შემადგენელი, ასე ვთქვათ, ინსტიტუტები. შესაბამისად, როგორც აღინიშნა, შედეგი მიღწეული იქნა, აგერ მრეწველობის პროდუქცია ფაქტიურად გაიზარდა 220%-ით.
ხოლო თავად სამრეწველო პროდუქციის ახალ ასე ვთქვათ გაზრდილ მაჩვენებელში ახალ მიღწევებში დაახლოებით 4/5 მოდიოდა ახალ სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე. ანუ როგორც აღინიშნა ინდუსტრიალიზაციის პროექტში იგულისხმებოდა ძველი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაც, რაც გადაურჩა რევოლუციას, სამოქალაქო ომს, ანტანტას და ასე შემდეგ. თუ კი რაიმე იყო შემორჩენილი, მისი მოდიფიცირება, განახლება და ამუშავება იგულისხმებოდა, თუმცა მხოლოდ აი წილი ამ ძველი ინფრასტრუქტურისა 1/5 გახდა. დანარჩენი სრულად ფაქტიურად ნოლიდან დაწყებული მშენებლობების სამრეწველო ინფრასტრუქტურის ასე ვთქვათ მეშვეობით იქნა მიღწეული. უნდა აღინიშნოს, რომ სამრეწველო განვითარების საკადრო რესურსით უზრუნველყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდათ კომუნისტური პარტიის მისი მმართველი ორგანოების და აქ წლების განმავლობაში თანდათან გამოიკვეთა ლიდერი როლი რევოლუციის ერთ-ერთი ბელადის საქართველოს ისტორიასთან მიმართებით ავადსახსენებელი საზოგადო ფიგურის სერგო ორჯონიკიძისა, რომელიც პრაქტიკულად ჩამოყალიბდა როგორც პირველი პოლიტიკური და აღმასრულებელი პირი ინდუსტრიალიზაციის მრეწველობის ამ ფართო კომპანიის მსვლელობისას. საზოგადოებაში მას თავისი დამსახურებისთვის ამ სამრეწველო პროექტში წარმატებების მიღწევის გამ პირობებისთვის შეარქვეს რკინის სერგოს სახელი, რაც ბუნებრივია გულისხმობდა მის წარმატებულ ქმედებებს, მის მაღალ ავტორიტეტს აი ამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტში. აი აქ წარმოგვიდგენილი გვაქვს ნახატის სახით საბჭოთა ტერიტორიაზე ის მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტები, რომელიც მეორე 5 წლების განმავლობაში იქნა აგებული. შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინდუსტრიალიზაციის პროექტმა თავისი დანიშნულება შეასრულა და პრაქტიკულად საბჭოთა კავშირი 30-იანი წლების მეორე ნახევარში უკვე შედიოდა იმ მცირე რიცხოვან ქვეყნების სიაში მსოფლიო მასშტაბით, რომელთაც ჰქონდათ საშუალება ნებისმიერი სახის სამრეწველო აქტივობა განეხორციელებდა თავიანთი ეკონომიკური სისტემის მეშვეობით. ბუნებრივია ეს იყო ძალიან რთული მისაღწევი რიგი ქვეყნებისათვის, ვინაიდან გულისხმობდა სამრეწველო ინფრასტრუქტურის და რესურსების უზრუნველყოფის მაღალ დონეს და ეს საბჭოთა კავშირმა შეძლო. თავისი სამრეწველო წარმოების მოცულობებით იგი გავიდა უკვე 30-იანი წლების ბოლოს მეორე ადგილზე და ფაქტიურად მას საუკეთესო მაჩვენებლებიც გააჩნდა რიგ მძიმე მრეწველობის რიგ დარგებში. ამგვარად პოლიტიკური შეფასება აი ამ ეკონომიკური პროექტისა გახდათ ის, რომ აი ამ მძიმე პროექტის შედეგად, მძიმედ განსახორციელებელი ეკონომიკური პროექტის შედეგად ქვეყანამ შეძლო მინიმუმამდე დაეყვანა თავისი ტექნოლოგიური სამრეწველო დამოკიდებულება დასავლურ განვითარებულ ქვეყნებზე და მოემზადებინა სამრეწველო ბაზა იმისათვის, რათა თანდათანობით გაეზარდა თავისი სამხედრო პოტენციალი, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა კავშირს თავისი აგრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე ბუნებრივია დასავლური საზოგადოება არ განიხილავდა როგორც სტაბილურ და
უხიფათო ქვეყანას და საზოგადოებად. ყოველივე ბუნებრივია ეს მიღწეული იქნა იმ ტრადიციული ბრჭყალებში ტრადიციული მეთოდების, ცოდნისა და მეთოდების გამოყენებით, რომელიც დამახასიათებელი იყო იმდროინდელი რეპრესიული საბჭოთა საზოგადოებისათვის. ინდუსტრიალიზაციის პროექტთან დაკავშირებულია 100,000-ობით და მილიონობით ადამიანის პირადი და ოჯახური ტრაგედია, გადასახლება აღმოსავლეთის ჯერ დასავლეთ და აღმოსავლეთ ციმბირის, შემდგომ შორეული აღმოსავლეთის აუთვისებელ მიწებზე, მათი პატიმრობა, გაუსაძლისი ყოფა, მონური შრომა და ხშირ შემთხვევაში სიკვდილიც კი.